რომ ხელისუფლება ეხლა ჩასაფრებული გველოდება. ჩასაფრებული უყურებს 7 დეკემბერს. ეს პირველი მცდელობა შემოტევის, რაც ამ პროპაგანდაში, ამ რაღაც ბრალდებების სროლაში იყო გამოხატული, ეგ ჩაფლავდა. ეს აღარ გამოვიდა და ეხლა ცოტა ისევ გაჩუმდა. რომ დავაკვირდეთ ეხლა პროცესებს. და ეხლა ელოდება, აი მართლა პირდაპირ ელოდება ძალიან მარტივ რაღაცა, რამდენი გამოვიდა. თუ ცოტა ხალხი გამოვა, ხელისუფლება ჩათვლის, რომ ნუ ესე იგი საზოგადოებას ეს საკითხი არ აწუხებს, ამიტომ უფრო ხის ნაბიჯებსაც გადადგამს. ეხლა ცოტა მაინც მერყეობს, არის რა მოყვება საზოგადოების მხრიდან, რამე ხისტი უკანონო ქმედება რო ჩაიდინოს ამ ჩვენი პოზიციის მიმართ, კონკრეტული ჩვენს მიმართ თუნდაც ან ორგანიზატორების მიმართ. ხელისუფლება ჯერ არ იცის და ცოტა მერყეობს, მაგრამ თუ მან ჩათვალა, რომ აი ეს სისხლის სუნი თუ იგზნო, რომ ხალხის ინტერესი ამ საკითხის მიმართ არის დაბალი, რეზონანსული არ არის, ის გადავა უკვე სხვა ქმედებებს. ცხადია იმ პროექტს განახორციელებს, ბევრად უფრო აგრესიული ფორმით განახორციელებს. და 5 წელიწადში ჩვენ მივიღებთ საქართველოს, სადაც კიდევ უფრო ცოტა ქართველი იცხოვრებს და კიდევ უფრო მეტი უცხოელი იქნება. თან ეს უცხოელები კიდევ უფრო გათამამდებიან, კიდევ უფრო თავზე აი მაგალითად გუშინ წინ ესეთი ვიდეო დაიდო ჯვარზე რაღაც წარწერები გააკეთეს არაბულად, ხო? ანუ რამდენი ტურისტი ჩამოდის, ხო? წლებია საქართველოს და ტურისტი ჩამოაქვს. ეგეთი რაღაც არ დაფიქსირებული, ხო? საიდან არ ჩამოსულან ტურისტები, ხო? ვინ არ ჩამოსულა საქართველოში? ეგეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. როგორც კი ეს ხალხი მასიურად ბოლო წლების განმავლობაში აქ გამოჩნდა ეგეთი ფაქტები. მაგიტომ ვამბობთ, კაცო, არსებობს კულტურები, არსებობს გარკვეული შეხედულებების მქონე ხალხი, რომელთა შემოშვება არ შეიძლება საერთოდ. ამერიკის პრეზიდენტი, კაცო, გიჟი კი არ არის, როდესაც ამბობს, რომ აი ამ ქვეყნებთან საერთოდ ჩემთან ვერ შემოხვალთ. იმიტომ თქვენ არ იცით ქცევა, თქვენ არ იცით როგორ უნდა მოიქცეთ სხვა ქვეყანაში, თქვენ არ გაქვთ ნორმალური კულტურა. ხო, არსებობენ ისეთი კულტურის მქონე, აი კანიბალები არსებობენ ბოლო-ბოლო რა არის აქ? არ ვიცი, სხვადასხვა ყველა ადამიანი კულტურით ერთნაირი კი არ არის, კაცო. რაც შენთვის კარგია, შეიძლება იმისთვის ცუდი იყოს და რაც შენთვის ცუდია, იმისთვის კარგია. მე სამწუხაროდ ეგეთია ეს სამყარო. ეხლა მე მესმის რომ რაღაცა წარმოუდგენელს ვამბობ ლიბერალებისთვის, რომლებსაც გონიათ რომ რაღაცა ყველა მათნაირი ის ვეგეტარიანელია და ის არაფრის მაქნისია. და არაფრის დაშავება არ შეუძლია, ხო, ლიბერალს ხო გენეტიკურად არ შეუძლია არაფრის. საკუთარ თავს ავნებს ხოლოდ, საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარ თავს. თუ სხვას კი ვერ ავნებს ვერაფერს. პერფორმანსს ჩაატარებს და ხო, ეგეც დაზიანებაა, პერფორმანსის ჩატარებაც, შენი უღონობის და უძლურობის დემონსტრირებაა. ამიტომ ლიბერალური სათვალები უნდა მოვიხსნათ, რაღაც ეს ბოდვები, რასაც ხელისუფლება თან აი გულის ამრევია, სამარცხვინოა, აი დრომოჭმულ ლიბერალურ რაღაცა იმებს, კლიშეებს და იმებს სტერეოტიპებს რო იყენებს, რომ ფაშისტი ხარ შენ, რაღაცა ქსენოფობი ხარ, შოვინისტი ხარ, აი ხო იცი სოროსის მიერ დაწერილი რაღაცა დებილობები რა. აი იქ რო არ მუშაობს უკვე, ხო? სადაც სოროსმა ეგ დაამკვიდრა, იქ რო არ მუშაობს. იქ რომ დრომოჭმულია და ის არის უკვე გაუვიდა ვადა. ეს ხელისუფლება, რომელიც თან კონსერვატორად მოაქვს თავი, იყენებს ამ ლიბერალურ ტერმინოლოგიას, ლიბერალურ პოლიტიკას ატარებს და ისე დემოგრაფიულ თუ საიმიგრაციო პოლიტიკას გვიტარებს, რომელსაც უკვე ზიანი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, სერიოზული ზიანი აქვს მიყენებული. საქსტატის მონაცემებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 10% უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. საუბარი არ არის ტურისტებზე. იმიტომ რომ აი ეს ესეთი მაიმუნური არგუმენტი მოყავთ, რომ თქვენ რას გეგონება ვერ ხვდება რაზეა საუბარი, თავს რო იშტერებენ, რომ ანუ თქვენ რას ვითხოვთ, რომ ტურისტები არ ჩამოვიდნენ და ქვეყანა ისა საზღვრები ჩავრაზოთ, თქვენ იზოლაციას ითხოვთ? არა, ერთი წუთი მეგობარო.
აქ ტურისტებზე არავინ არ საუბრობს. ეგრე ტურისტები მილიონობით ჩამოდიან. ტურისტების, სადაც ტურისტები ჩამოდიან და ფულს ტოვებენ, კი ბატონო, კაცო, იმათ კიდევ უფრო გავუმარტივოთ. ჩამოსვლა და ფულის დატოვება და მერე წასვლა. აქ საუბარია ისეთ ქვეყნებზე, საიდანაც რომ შემოდიან, აქ რჩებიან. ბინებს ყიდულობენ. თქვენ რო აურიგებთ მერე ბინადრობის ნებართვებს და მერე 10 წელიწადში საქართველოს მოქალაქეები ხდებიან. აი მაგ კატეგორიაზე გვაქვს საუბარი და არა ტურისტებზე. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეებზე. და რა ტურიზმია საუბარი, კაცო, მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოსახლეობაზეა უკვე საუბარი. და ასეთი კატეგორია უკვე არის ყოველი მეათე. საქართველოს მოსახლეობის 10%.